პოლიტიკოსის ხელოვნება და დიპლომატიის ხელოვნება ეგ არის. კარგად არის, როცა იყო დრო რომ ყველანი ესე თქვა, რეფორმატები. ეს ხო ელემენტარულია ხალხელისუფლებას აფხაზებთან. მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ჩვენ გვესმის ჟენევის შეთანხმებებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები თითქოს დიდი მიღწევა უნდა იყოს ის, რომ მომავალი შეხვედრა დაიგეგმა. ამ ბოლო შეხვედრამ გვაჩვენა, რომ კვლავ არაფერი არ ხდება საქართველოსათვის სასიკეთო, გვაჩვენა ის, რომ რუსეთმა გააკეთა საგანგებო განცხადება და გამოხატა შეშფოთება საქართველოში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. თქვენ სიუჟეტში ახლა გავიდა საუბარი, რომ საწვრთნელი ბაზა არ არის ნატოსი, რაზეც საუბარია და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საგანმანათლებლო ცენტრი, არაფერი საწინააღმდეგო საგანმანათლებლო ცენტრებისა არა გვაქვს, მაგრამ გუშინ თავდაცვის მინისტრი ლაპარაკობდა ნატოს ბაზაზე და ლაპარაკობდა შეთანხმებაზე მოკავშირეებთან. საქართველოს უნდა გააკეთოს არჩევანი და იმით კი არ უნდა შემოიფარგლოს ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება, რომ მორიგი რაუნდის ჩატარებას მიაღწია, არამედ უნდა გააკეთოს ის, რაც ქვეყანას სჭირდება. ბატონებო, ჩაბრძანდით ცხინვალში, ჩაბრძანდით სოხუმში, ჩაბრძანდით მოსკოვში, ნუ დადიხართ მარტო დასავლეთის დედაქალაქებში და მიაღწიეთ იმას, რომ ქვეყანაში არსებული უმნიშვნელოვანესი პრობლემების მოგვარება დაიწყოს. არც ერთი ნაბიჯი ჟენევის ამ მოლაპარაკებებით არ გადადგმულა წინ. არც ერთი ნაბიჯი იმ ფორმატით, რომელიც არსებობს კარასინი-აბაშიძის ფორმატში, არ გადადგმულა წინ, არც გადაიდგმება. არც არანაირი პროგრესი არ იქნება, თუ ჩვენ არ დავანებებთ თავს მხოლოდ ცალმხარეს ყურებას და არ დავიწყებთ რეალურ მოლაპარაკებას მოსკოვთან, ცხინვალთან და სოხუმთან. ეს უნდა გვესმოდეს, ეს უნდა ვაღიაროთ, თუმცა სამწუხაროდ დღევანდელ ხელისუფლებაში ამის გამბედაობის და კომპეტენციის მატარებელი ადამიანი მე ნამდვილად არ მეგულებ.